ნია ბაღდაძე, მოგესალმებით, ეთერშია საზოგადოებრივი რადიო და გადაცემა რეტრო. ჩვენ ახლა მოვისმინეთ ნოდარ გაბუნიას შესანიშნავი საბავშვო პიესა, საფორტეპიანო პიესა, საბავშვო ალბომიდან. სწორედ აი ამ მუსიკით იწყებოდა და ეს გახდათ საცნობი წლების მანძილზე რადიოჟურნალი ჩანგისა, რომლის ავტორიც გახდათ ქალბატონი ლალი გაბუნია. დღეს ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ამ დიდ პიროვნებაზე, დიდ მუსიკოსზე და გვექნება საუბარი დღეს მის კინომუსიკაზე და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენს საპატივცემულო სტუმრებს. მუსიკოლოგი ქალბატონი ნანა ქავთარაძე და ცნობილი კინორეჟისორი ქალბატონი ნანა ჯანელი დღეს ჩვენი სტუმრები არიან. ქალბატონი ნანა, ვფიქრობ, რომ აი თქვენ იყავით მსმენელი იმ ორი გადაცემისა და დღეს რაღაცნაირად დავაგვირგვინებთ აი ამ გადაცემათა ციკლს. და მივესალმები ჩვენ რადიო მსმენელებს და მე ვფიქრობ, რომ აი განსაკუთრებით მეორე გადაცემას რო ვისმენდი, ნოდარ გაბუნიას ფენომენი იმდენად მრავალმხრივი არის, იმდენად საინტერესო არის, რომ ალბათ იმ ერთი გადაცემიდან სამის გაკეთება შეიძლებოდა. მე მინდა ჩვენ რადიო მსმენელებს გაუზიარო ჩემი დამოკიდებულება გაბუნიას ფენომენისადმი. აი პირველი რაც მინდა ვახსენო, ეს გახლავთ ინტელექტი, ძალიან ფართო ერუდიცია, მაღალი კულტურა, მრავალმხრივი ნიჭი, ინტელიგენტობა და ევროპეიზმი ამ სიტყვის სრული ესეთი საუკეთესო გაგებით. რაღაც აი ჭეშმარიტი ინტელიგენტი იყო, ეს მონაცემები რაც მე აღვნიშნე, ყველა ერთ მთლიანობაში ქმნის იმ შემოქმედებით სახეს, რომელსაც ჩვენ ნოდარ გაბუნიას ვუწოდებ და ის იცით თანაბრად ნაწილდება მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში. გნებავთ ავიღოთ კომპოზიცია, გნებავთ ავიღოთ პიანიზმი, პედაგოგიკა, საზოგადო მოღვაწეობა. აი ყველგან ნაწილდება ეს მისი მონაცემები. და აი როგორც ჭეშმარიტ ინტელიგენტს, იცით, მას არ ახასიათებდა ქედმაღლობა, ამპარტავნება, აი ეს ამბიცია, რასაც დღეს ვახსენებთ ხოლმე. და ალბათ ამის გამოც იყო ჭრდილში შედარებით ვიდრე მოგახსენებთ ამის შესახებაც და სწორედ აი ამ მოგრძალებასთან, თავდაბლობასთან დაკავშირებით მე სულ მუდამ მახსენდება დედა ტერეზას ლოცვა. უფალს ვთხოვე, წაიღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა არა. მითხრა, სიამაყეს კი არ ართმევენ, არამედ ადამიანი თვით ამბობს ამაზე უარს. აი ნოდარ გაბუნია როგორც ასე ვთქვათ ძალიან მოგრძალებული, ძალიან თავდაბალი ადამიანი, ამავე დროს იცით საოცრად მტკიცეთ იყო დარწმუნებული თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოხატვაში. და შემთხვევითი არ არის სხვათა შორის, რომ ცხოვრების დასასრულს მან თავის მეუღლეს უთხრა თურმე, რომ ალბათ დადგება დრო, როდესაც ვინმე დაინტერესდება ჩემი შემოქმედებით. მე უნდა ნიშნო უთუოდ, რომ ნოდარ გაბუნიას, ეს ჩემი პირადი აზრია, რა თქმა უნდა, რომ ნოდარ გაბუნიას, რომ თქვათ ეცხოვრა ევროპის რომელიმე ქვეყანაში და არა, ასე ვთქვათ, საბჭოთა სისტემის საქართველოში. ის გაცილებით უფრო დაფასებული იქნებოდა, გაცილებით უფრო გახმაურდებოდა მისი მოღვაწეობის ყველა სფერო. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მომართავობა ალბათ უფრო მეტს აღმოაჩენს ნოდარ გაბუნიას მემკვიდრეობაში, ვიდრე ჩემმა თაობამ
დაინახა. ამაში ისეთ ავარ დარწმუნებული. აი ქალბატონ ანა, დღევანდელი ჩვენი თემა არის კინომუსიკა ნოდარ გაბუნიას შემოქმედებაში, რომელიც ასევე ძალიან მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანია. ჩვენ ესეთი მასალა გვაქვს დღეს, ალბათ შეძლებს დაგვარად წარუდგენთ ჩვენ მსმენელს ამ მასალას. როგორც მისი შემოქმედება, ესეთი მრავალმხრივობა და ესეთი ისეთ რა მინდა შინარსი. დიახ, მე მინდა გითხრათ, რომ ნოდარ გაბუნია ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსი იყო, მაგრამ მისი ინტერესების სფერო არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მუსიკით. დიახ. აი მას ძალიან აინტერესებდა ხელოვნების სხვადასხვა დარგები, ლიტერატურა, ფილოსოფია, ენები, ჭადრაკი, ზუსტი მეცნიერებები და განსაკუთრებით მათემატიკა და ფიზიკა და ძალიან ცნობილი არის ვთქვათ მისი ურთიერთობა აი მსოფლიო მასშტაბის ისეთ ფიზიკოსთან როგორც იყო ლევ ლანდაუ. აი ყველა ეს მონაცემი და ეს გატაცება შეიძლება ასე უწოდოთ, ეს ინტერესების ასეთი ფართო წრე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მასშტაბს აძლევდა მის აზროვნებას. და ეს გამოიხატა კიდევაც მის შემოქმედებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი შემოქმედების კვლევარები, შემსრულებლები და თქვენ წინა გადაცემაში მისი მოწაფე ნუცა კასრაძეც აღნიშნავდა. მომავალში ძალიან ბევრს საინტერესოს აღმოაჩენენ და იტყვიან ნოდარ გაბუნიას შესახებ. ნუ მე კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ნოდარ გაბუნია იყო საოცარი ისეთ როგორი კონცეპტუალურად მოაზროვნე კომპოზიტორი და აი მახსენდება მე ერთი ასეთი შემთხვევა ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან ჩაიკოვსკის სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსი. აჟიტირებულია მთელი მოსკოვი ვან კლაიბერნის შესრულებით. ეს აჟიტირება თბილისაც გადმოეცა და აჟიოტაჟი არ იყო განელებული, როდესაც თბილისში ჩამოვიდა ნოდარ გაბუნია და მისა კლავირაბენდი და შეასრულა იგივე ნაწარმოები, რაც ამერიკელმა პიანისტმა, ეს გახდათ ლისტის ჰამორ სონატა. და მახსოვს, რომ კონცერტის მერე მე და ჩემი კოლეგა და მეგობარი ვილი გურევიჩი ბრუნდებოდი და აღტაცებას გამოვხატავდით იმ ინტერპრეტაციის გამო, რომელიც იყო საოცრად ღრმა, საოცრად საინტერესო და გოეთესეული. გაცილებით უფრო საინტერესო ვიდრე კლაიბერნისა. ხო და იმ საღამოს სხვათა შორის მე არ დამავიწყდება ის საღამო არასოდეს. იმ საღამოს მან შეასრულა ფრანკის პრელუდია, ქორალი და ფუგა. ასევე შუმანის ფანტაზია და ნუ გენიალური დებიუსი, რომელიც თქვენ უკვე წინა გადაცემაში მოასმენინეთ. სხვა მასალაა ჩვენ როგორც ვახერხებთ, აი სწორედ ეს ციკლი ამას ემსახურება, რომ აი ყველა სფერო ასე თუ ისე გავაცნოთ ჩვენ მსმენელებს. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი საოცარი გახსნილობა ნოვაციისა. ნოვაციის დიდი მოთხრფიალი იყო და სხვათა შორის დროს უსწრებდა ყოველთვის. და ბუნებრივია, რომ აი მე-20 საუკუნის მუსიკალური ხელოვნების ისეთი გიგანტი, როგორც ბელა ბარტოკი იყო, აი მან პირველმა შემოიტანა სხვათა შორის რუსეთშიდაც კი, იცით? და მით უფრო საქართველოში და როგორ დააფასა მე რა უნგრეთმა, რომ ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მე გარდა მაგისა, როგორი სიახლე შემოიტანა მან ქართულ კომპოზიტორულ აზროვნებაში, რა, ლექსიკის თვალსაზრისით, ფორმის მოდელირების თვალსაზრისით, სტილის თვალსაზრისით და მხედველობაში მათ იგავი და აქაც როგორი ის იყო იუნესკოს მიერ აღნიშნული 73 წელს მგონი, არა? დიახ. ხო, ეს პრემია რომ და სწორედ აი ამ იგავმა განაპირობა ის, რომ მე კიდევაც თქვი ამის შესახებ, ბატონმა თენგიზ აბულაძემ ის მიიწვია თავის კინოშედევრში, ასე ვთქვათ, როგორც კომპოზიტორი, ეს არის ფილმი ბედრება.
და სწორედ ამ ფილმიდან იწყება ნოდარ გაბუნიას თანამშრომლობა ქართულ კინემატოგრაფიაში. იცით რა, ვიდრე მე უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, ვიდრე მე აი ამ ფილმზე დავიწყებდი ლაპარაკს, მე კიდევ მინდა ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი გამოვხო, რომ ნოდარ გაბუნია, იცით, ყოველთვის როგორ გითხრათ, აი რაღაცა რეჟისორული ხედვა ჰქონდა თუ ნაწარმოების მონტაჟის ნიჭი ჰქონდა, როდესაც თავის ნაწარმოებებს ქმნიდა, როდესაც სხვის ნაწარმოებებს ასრულებდა და ამაში დამეთანხმება ის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც მოусმენია მისი ლექცია, ან მისი მასტერკლასები, ან რაღაცა თვალი შეუულია მისი პარტიტურებისთვის, კლავირისთვის. აი აქ ყოველთვის იგრძნობოდა ასეთი ხედვა და ყოველთვის იგრძნობოდა გონების ძალა. არაჩვეულებრივი ლოგიკა მას საერთოდ იცით ახასიათებდა ეს რაღაცა აფორისტული ძალიან ხარტი აზროვნება და ძალიან იტაცებდა ხოლმე რაღაცა თემის ასეთი განვითარების პროცესი და ამ განვითარების პროცესით შექმნილი ფორმა. აი ფორმის მიმართ იყო ძალიან ესეთი როგორ ვითხრათ, იცით, მაძიებელი სულის ადამიანი, იმიტომ რომ დიდ ყურადღებას აქცევდა რა ფორმაში ყალიბდებოდა მისი ეს განსაკუთრებით კინომუსიკაში. აი იმიტომ ლაპარაკობ მე ამ მონაცემებზე, რომ რა თქმა უნდა თავი იჩინა მის კინომუსიკაში და ну, ბუნებრივი არის, რომ ისეთი დიდი მოვლენა ქართულ კინოხელოვნებაში, როგორც არის ვედრება, სწორედ ნოდარ გაბუნიას ანდეს იმისათვის, რომ მუსიკალურად გაიფორმებინა და მე ვფიქრობ, აი ჩემი უსაყვარლესი პიროვნება, უნიჭიერესი და ძალიან საინტერესოდ მოაზროვნე კინორეჟისორი ქალბატონი ნანა ჯანელიძე და მე საინტერესოდ წარმართავთ დიალოგს ამის მოდით აი განწყობა შევქმნათ ჩვენს მსმენელს და რაც ვთავაზობ ჩვენ გვაქვს აქ ვიდეო მასალა და ვისაც აქვს საშუალება რომ ინტერნეტით გვადენოს თვალყური როგორ იწყება ფილმი ვედრება და შემდეგ განვაგრძობთ საუბარს შეადმწყუროდეს კეთილი ვერ გავცხე მოკვდე მშიერი და მასვენებ ნურად რომ მამყოფე შეძრწუნებული მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ როცა ვარ შეწუხებული როცა გულს ცეცხლი მედება გონება მსჯელობს საღადარ მაშინ ვარ თავისუფალი თავს მაშინ აფუძნობ ლაღადა მფარავდეს შენი მარჯვენა კალთა სამოსლის შენისა სანამ არ მოვა დროჟავი სულ ბოლოა მოგშენისა სული შენ ლეში მიწასა აღარ ავგლობ ამას თევზი წყალს სასავარსკვლავი შვილი დედას და ნანას
აი ეს მუსიკა მიდის ტიტრებზე, ხომ? ჩვენ ახლა ვნახეთ და საქმე ის არის, ეს ერთგვარი უვერტურა. ზუსტად. სადაც ყველა ლაით თემა, რომელიც გასდევს შემდეგ უკვე ფილმს, აი ეს სახეები, მუსიკალური სახეები, რომელიც მსჭვალავს მთელ ფილმს, აი ყველაფერი თავმოყრილია აი ამ შესავალში. კაბტონ ნანა, აი ხა თქვენ გითხოვთ ეს და ძალიან მინდა აღნიშნო, რომ ვაჟა-ფშაველასთან, ვაჟას სამყაროსთან მიახლება ხელოვნების ყველა დარგისთვის არის ძალზე რთული. მით უფრო ქართული კინო ხელოვნებისთვის, სადაც არანაირი ტრადიცია არ არსებობდა, არანაირი გამოცდილება, ვიდრე ბატონი თენგიზი არ შეეხო ამ თემას. და ეხლა მაინტერესებს ნანა, რამ განაპირობა ეს დაახლოება და როგორი შინაგანი მზაობა ჰქონდა მას იმისათვის, რომ ხელი მოეკიდა ვაჟა-ფშაველასათვის. მე ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი სინთეზი არის ნოდარ გაბუნია და მუსიკა და კინომუსიკა და მეც რაღაცნაირად წამოსვლის წინ გადავავლე, რამდენი ფილმი ქონია მას შექმნილი, კინომუსიკა რამდენი ფილმისთვის და როგორი სხვადასხვა მუსიკა არის და სრულიად, ესე იგი, აბსოლუტური პარტნიორობა არის ფილმთან. არასოდეს ნოდარ გაბუნიას, ასე ვთქვათ, მეობა კომპოზიტორული არ ჩრდილავს ფილმის ყოველთვის ფილმს ემსახურება. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას, ნამდვილად უვერტურა იყო ეს და არა მარტო ლაითემებით მუსიკალური, არამედ გამოსახულებაც იმ წამსვე ჩანს, რა ტიპის ფილმი იქნება და როგორი ხმა კითხულობს ეს ირაკლი უჩანიშვილის რაღაცა საოცარი წაკითხვა. თვითონ თენგიზ დაბლოზე ძალიან დიდხანს მიდიოდა ვაჟასთან, მას გადაღებული ქონდა მანამდე ძალიან წარმატებული ფილმები, ეს იყო მაგდანას ლურჯა, ეს იყო სხვისი შვილები, ეს იყო მებებია ილიკო დელარიონი და მიშა კვესელავას, რომელიც მაშინ იყო კინოსტუდიის დირექტორი. მას ძალიან უნდოდა, რომ ვაჟა ამეტყოლებულიყო ახალგაზრდა რეჟისორებში, იმიტომ რომ თვლიდა, რომ ვაჟა არის სრულიად, ესე იგი, ხელშეუხებელი მადანი. და აი მან წაუკარნა ხამ ახალგაზრდა ჯგუფს, ეს იყო ანზორ სალუკვაძე, რეზო კვესლავა, თენგიზ საბულაძე, რომ მოეკიდათ ხელი ვაჟასთვის. ძალიან დიდხანს მუშაობდნენ და რაღაც უამრავი ვარიანტი არის შექმნილი სცენარის და ვერც მიხვდები, რომ იმ სცენარიდან შეიძლება და აი ასეთი რაღაცა გაჩენილიყო. და სრულიად ახალი სიტყვა. სრულიად ახალი სიტყვა, რომელიც ხოლმე არც გამეორებულა შემდეგ და ამას ვერც გაემეორებ, ეს არის რაღაცა ცალკე, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ცალკე ხაზი ქართულ კინოში, რომელიც დღემდე არის მომნუსხველი არა მარტო ქართველებისთვის, მე მიჩვენებია ეს ფილმი მაგალითად ლონდონში, სადაც ერთი სიტყვა არ ესმოდათ ქართული და მე ვეცადებოდ ცოტა გამერკვია რა ხდება ამ ფილმში და აი მოჯადოებულები უყურებდნენ და ეს იყო მაგია დიდი კინოს, აი კინოს კიდე სხვა მაგია აქვს და ძალიან იშვიათია, საერთოდ ხშირია რომ კინო რეჟისორებს არ ყვართ მუსიკა და თვლიან რომ მუსიკა აფუჭებს ფილმს, არის ილუსტრაცია, არის რაღაცა ესეთი ცოტა ცრემლების დაღურის, არიან ასეთი რეჟისორები, მაგალითად რობენ ბრესონი არ ცნობს მუსიკას კინოში. ხმაურსაც კი შეუძლია. ხმაურითაც შეიძლება მუსიკის გაკეთება. კიდე ხოჭ ნატრის ხეში შემდეგ ზუსტად ამუსას დაადგა აბულაძე. მაგრამ აი ეს ის უცნაური შემთხვევა, როდესაც ყველაფერმა ერთად იმოქმედებოდ ვაჟას გენია, მაინც ყველანი ერთად დამუხტა. თან საინტერესო ის არის, რომ ეს იყო ნოდარ გაბუნიას პირველი ნამუშევარი კინოში და ასეთი და მისთვის იყო სრულიად გაუგებარი, რატო დაპატიჟეს ის ამ ფილმზე, იმიტომ რომ მას არ ქონდა არანაირი გამოცდილება და არც თენგიზ აბულაძეს არ ქონდა მუსიკალური აი ეს ინდონის განათლება, რომ თქვა რაღაცა ამითი თქვა მისულიყო, მაგრამ მას ქონდა არაჩვეულებრივი ინტუიცია. და ეხლა ვხვდები, რომ ორივეს ქონდა ერთი და იგივე თვისება. ეს არის ნაწარმოების მონური ერთგულება. ანუ ორივეს შეძლო გადაედო საკუთარი სიამაყე, აი როგორც დედა ტერეზამ თქვა და ყოფილიყვნენ მონები იმისა, რასაც ქმნიდნენ. ეს ძალიან ვაჟასულისა. და სხვათა შორის ნოდარ გაბუნია ამბობდა, რომ მე სიტყვებს კი არ ვწვდებოდი, ეს იყო ვაჟას სულს უნდა ჩავწტო მოდიოდა. ვაჟასული ფაქტობრივად არის
საქართველოს სული, ეროვნული სული არა, ამიტომ აი ეს ორი დიდი შემოქმედი და არა მარტო ეს ორი განტიპენკოს საოცარი ნამუშევარი არის ოპერატორული, მაგრამ მართლა ის იშვიათი შემთხვევა, რომ ეს ყველა ელემენტი კინოსი ერთ მიზანში იკვრება და ეს იყო სინთეზი სიტყვის, რომელიც აი ეს ჟღერს, ეს არის ვაჟას სიტყვა, ეს არის საოცარი გამოსახულება, აღარ ვლაპარაკობ ფილოსოფია და ნოდარ გაბუნიას მუსიკა. ნანო უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, შესაძლოა აი ამან სიტყვის, ვაჟას სიტყვის მიმართ ასეთმა მოგძალებამ შესაძლოა ის განაპირობა, რომ თვითონ მედრებაში ძალიან დიდი სივრცე უკავია სიტყვას და ძალიან მცირე მუსიკალურ შრეს. მე ვფიქრობ, ისეთი რაღაცა ოქროს კვეთს მიაღწიეს მე მგონი და აბსოლუტურად რაღაცა ისე როგორც საჭირო უნდა დრამატურგიაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დრამატურგიაზე მე ვილაპარაკებთ, მაგრამ ყოფში ძალიან ზუსტად არის, შეიძლება ნაკლები არის, მაგრამ ზუსტად არის. და საინტერესო ის არის, რომ როდესაც ბატონმა ნოდარმა წაიკითხა სცენარი, რასაკვირველია, არც ერთი სიმი არ შერხება, მაგრამ როგორც კი დაინახა ეს გამოსახულება, ეს საოცარი შავ-თეთრი და როდესაც გაიგონა უჩანეიშვილის ეს მაგიური ხმა ნამდვილად, რომელიც აი დღემდე აუხსნელია, ის რაღაცა სიმძიმე, დარდი თუ შეიძლება თქოს ფილოსოფია რო ხმაში ის რაღაცა ესეთი ხდება და პირდაპირ ვთქვამს რომ რაღაცგინათ მუსიკა ეს უკვე მუსიკა არის აი ეს ჟღერადობა მაგრამ აღმოჩნდა რომ მუსიკა ძალიან ზუსტად და ზომიერად არის და არც თუ ისე ცოტა მაინც იმდენი თემა ეს მშვენიერი ასული თემა რომელსაც ახლა ჩვენ მოვისმენთ დიახ და შემდეგ უკვე მაცილის თემა და ვისაუბრებთ კიდეც დიახ მშვენიერი თემა ასულის თემა და სწორედ აი ნოველებს რომლისგანაც შედგება ფილმი კრავს და აერთიანებს ეს მუსიკალური დრამატურგია ბატონი ნოდარის დიახ იცით სწორედ იმ გამონათქვამში ბატონი ნოდარი რას ამბობს იცით რომ როდესაცო ნეო მუსიკა დავადევიო გამოსახულებასო მომიჩვენეო რომ მუსიკამ შეუშალა ხელი მაგრამ როგორც კი ფონათო გადავიყვანეო, ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდაო. კან ეს ფონი არის მუსიკა, როგორ ფიქრობ? ეს არის მე მგონი უბრალოდ ხმის დრამატურგია. ამ შემთხვევაში ხმის დრამატურგია გაასწორეს და ყველაფერმა შეავსო. ის სივრცეც გამოჩნდა. აი იმიტომ რომ დრამატურგიულად მოაზროვნე ადამიანი იყო და სხვათა შორის ორივეს შემოქმედებაში, აი ამ მასში ვედრებაში ჩანს რაღაცა ისეთ უდიდესი სიბრძნე. ნამდვილად. იცით? და მე მაგალითად ამას უწოდებდი უჩინარი სიბრძნე. აი ჩვენ ვახსენეთ მუსიკალური სახეები და ეხლა არის მაცილის თემა. ძალიან მნიშვნელოვანი და მოვისმინოთ და ვიხილოთ.
ეწასულმა უშიშა უკვალიშავა ჯერგვთისასა მოკლედავ გადავეწივე ნავალ დავატყვე ქვიშასა ორნიხნენ თოფი ვიხმარე აი ეს იყო ერთ-ერთი ფრაგმენტი ამ ფილმიდან ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ გარკვეულ ფრაგმენტებს იმიტომ რომ ამის დრო არ აქვს ბევრ ფილმზე კიდე სასაუბრო. მე მგონია კალდუნან ძალიან საინტერესო აქვს ნოვერ გაბონიას გამოყენებული ეთნოგრაფიული მუსიკა რომელიც ჩასმული აქვს ასე ვთქვათ ევროპულ ორკესტრის თანხლებაში რა და რაღაც საინტერესო ამბობდეთ ამის შესახებ. ხო, ისეთ აი მუსიკალურ შეში შემოდის სწორედ ავთენტური მუსიკა ასე ვთქვათ, ხო? ავთენტური მუსიკა, ჟანრული ხასიათის და აი ეს არის სწორედ ქისტების დატირება ილალაო ძალიან საინტერესო არის და მე პირდაპირ აი სული შემძვრელი არის, როდესაც დაიტირებენ ზვიადაურს ქალის მოთქმა, რომელსაც უერთდება მამაკაცების უნისონი და ზარების რეკვა. ძალიან სული შემძვრელი არის და ტრაგიკული არის. ნუ ის რომ ნია მახსენა უკვე რომ ეს თემები, ასე ვთქვათ, დაითემების ფუნქციას ასრულებს რა. მას გამჭოლი ხასიათი აქვს და ისინი იცვლებიან იმის მიხედვით თუ რა ნოველასთან გვაქვს საქმე. ხო და აი რაღაცა ორივე თითქოს თენგიზ აბულაძესა და ნოდარ გაბუნიას სიბრძნე თითქოს ერთმანეთს შეერწყა, იცით და მინდა ამ სიბრძნეს უჩინარი სიბრძნე უწოდო. იმიტომ რომ ის არ არის ზედაპირზე გამოსული და აი ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ რომ ვედრებაში ნოდარ გაბუნია როგორც უდიდესი დრამატურგი ავსებს ამდიდრებს ემოციურად აძლიერებს ნებისმიერ ასე ვთქვათ სცენას და მე ვფიქრობ რომ ორივეს უფლება ჰქონდა ვაჟას სიტყვები ეთქვა. აბა თუ იცით რა სიტყვებია? მე არ მახსოვს. მაინც კი კარგი არის და მაინც მითი ყვავისო. ხო, აბა კაპიტან ნანა, აი ახლა ასეთი კონტრასტი ბედრების შემდეგ ასეთი კომედია. ლავ თენგიზ აბულაძე და პატიჟებს თავის სიტურფით ყვავის თავის ფილმში ხელსაბამი ჩემსთვის რომელიც არის კომედია, რომელიც არის სრულიად სხვა ასეთი ჟანრის ფილმი. ეს იყო სხვადასხვა პირველი ცდა თენგიზ აბულაძეს რომ გადაეკეთებინა ფერადი ფილმი. ამიტომ აქ ბევრი ექსპერიმენტი აქვს და პლუს იყო კომედია და საოცარი არის თუნდაც აი პირველი მუსიკალური თემა რომელიც გაკეთა ნოდარ გაბუნიამ. ეს არის სტვენასტვენი ჩემოდის პატარა ბავშვის ცხოვრებაში ზუსტად ასე სტვენასტვენით და არაჩვეულებრივი იუმორით სავსე რაღაცა ხალისიანი თემა არის რომელიც აი ნამდვილი დიდი კომედიური კომპოზიტორის მიერ არის დაწერილი და მოვისმინოთ აი ეს თემა.
როგორი კონტრასტი, არაჩვეულებრივი თემა და სწორედ კომიკური ფილმის შესაბამისად. აი ხა რაც შეეხება უკვე ბატონი რეზო ჩხეიძე ინტერესდება ნოდარ გაბუნიას მუსიკით და იგი იწვევს თავის ფილმში 1972 წელს ეს არის ფილმი ნერგები. ნანა ალბათ იტყვით ამის შესახებ, ამ ფილმის შესახებ. ამ ფილმში ხუთშორის ისიც ძალიან საინტერესო, რომ ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული კინოროლი არის რამაზ ჩხიკვაძეს, რომელიც ვერ დაიქვეხნდა. და პატარა მიშა მესხის. და პატარა მიშა მესხი გამოჩნდა და არაჩვეულებრივია მიშა იქ და ალბათ ლონდრეს მერე მას ასეთი როლი არ შეუქმნია და ძალიან მნიშვნელოვანია ის სწორედ ეს დუეტი მიშას და რამაზის სიმღერა, რომელიც არის თითქოს ხალხური, მაგრამ ნამდვილად დამუშავებული არის ნოდარ გაბუნიას მიერ და ეს რაღაცა კლასიკური ვარიანტია, ევროპაში ვიცით როგორ ამუშავებდნენ თქვათ ხალხურ სიმღერებს. არის რაღაცა მეგონი ამ სტილში არის ეს გაკეთებული და ძალიან ხალხურია, მაგრამ ნამდვილად აი კომპოზიტორი რო თავის ხელს შეავლებს და სხვანაირად წარმოაჩენს, ისე ჟღერს ეს დუეტი და საინტერესო ჩვენ ვიდეო გამოსახულებითაც გვაქვს ეს მშვენიერი დუეტი, მაგრამ ქალბატონანა, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ევროპეიზმი ხო ბატონი ნოდარის, მაგრამ ყოველთვის როგორ მყარად იდგა ეროვნული დაწესებიდან იყო ეს ამ რაც შეეხება მთის ინტონაციას, რომელიც ჩვენ აი ვედრებაში ვნახეთ და კიდევ გვექნება ერთი ნიმუში გოდერძი ჩოხელის ფილმიდან, აი აქ უკვე სულ სხვა კუთხეს მიმართავს, ასე ვთქვათ, უფრო დასავლეთის ფოლკლორი არის გამოყენებული აი ამ ფილმში და ძალიან საინტერესოდ და ოსტატურად როგორც მას ჩვეუდა და მოდით ახლა მოვისმინოთ და ვიხილოთ ეს ფრაგმენტი კინოფილმიდან ნერგები. გაისა, აღარ მოვა გაზაფხულია? და ჩემიო მთვარე მამა ჩემიო ეს ფრილტრილი ვარსკვლავები და ძმა ჩემიო დელი 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 დელა ჰაბიჯი ერთი ვიჯი და ჩემიო მთვარე მამა ჩემიო ეს ფრილტრილი ვარსკვლავები და ძმა ჩემიო ობიჯი divdila badalo divdila badalo divdila badalo divdila badalo heri heri abadala da heri heri abadala da deli deli vavdelia deli deli vavdelia deli deli vavdelia deli deli vavdelia sede da chemio fare mamma chemio espressuri va fare vida da chemio deli deli vavdelia deli deli vavdelia deli deli vavdelia deli deli vavdelia შემდეგი კინორეჟისორი, ასევე სახელოვანი ჩვენი ქართველი კინორეჟისორი, რომელიც ნოდარ გაბუნიასთან თანამშრომლობს და რამდენიმე ფილმს იღებს მასთან და ეს არის ბატონი ნოდარ მანაგაძე და მისი ფილმი ივანე კოტორაშვილი, ასევე არაჩვეულებრივი მუსიკით ბატონი ნოდარის ჩვენ ერთ თემას მოვისმენთ ახლა, რომელიც არის ლაი თემა ივანე კოტორაშვილის და მე აი ის მთავარი ეს ლირიული თემა, მისი სიყვარულის ამით დავასრულებთ უკვე გადაცემას. ორი სიტყვით ალბათ ნანა იტყვით ნოდარზე. ნოდარ ძალიან საინტერესო იყო მათი თანამშრომლობა, იმიტომ ორი ფილმი გააკეთეს მე, არა სამი გააკეთეს, ეს იყო კოტორაშვილი ამაღლება და გაზაფხული გადის და ყველგან სრულიად სხვადასხვანაირი არის ნოდარ გაბუნია ამ შემთხვევაში და სხვათაშორის მე ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გაუსვა ნოდარ მანაგაძეს, რომელმაც დააფასა
აი გაბუნიას ასე ვთქვით კომპოზიტორული ინტელექტი, იმიტომ რომ სრულიად სხვა გადაწყვეტებია ყველა ამ ფილმში. კოტორაშვილი, რომელიც არის ასევე ვაჟაზე შექმნილი ფილმი, ვაჟას ნაწარმოების მიხედვით და რომელიც არის თითქოს ძალიან ხალხური და უბრალო, უცებ იქ თქვენ თუ გახსოვთ ქორწილის სცენაში, რომელიც ყოფილიყო ჩვეულებრივი ალბათ მრავალჟანრიანი რაღაც ესეთი მთიული მუსიკა, უცებ ჟღერს როგორც მე ახლა რაღაც საორღანო სუიტა იყო, სრულიად მოულოდნელი და უცებ სხვა სიმაღლეს აძლევს საერთოდ აი ამ სცენას და მთელ ფილმს აძლევს ხათშუს რაღაცა ფილოსოფიური იგავის ჟღერადობას და ძალიან თვალშისაცემი იყო აი დღემდე მახსოვს ეს თავშტილება იმდანად მოულოდნელი იყო და საერთოდ ეს ახასიათებდა ნოდარ გაბუნიას მოულოდნელი გადაწყვეტები და ეს მხოლოდ ძალიან ასე ვთქვათ, როგორ თქვა, ახლა მერიდება ამ სიტყვას, აი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანში უნდა ესეთი ნოვაცია გააკეთოს უცებ მოულოდნელ მასალაში სხვანაირი და არასტანდარტული გადაწყვეტა გააკეთოს და ნუ ის თემა ბოლოში ნოქწურს უძახი მე მას რომელიც ის ალბათ მე ასე უწოდებდა ნამდვილად ასეა ჯერ ეს პატარა ფრაგმენტი აუდიო მასალა გვაქვს სადაც არის ივანე კოტორაშვილის ლაით თემა და ისმე აი ეს იყო პატარა ლაით თემა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ფილმი ეს არის უკვე მიუზიკლი ქალბატონი ლანა ღოღობერიძის აურზაური სალხინეთში ჩვენ მანამდე გვქონდა ნიმუში ვერისუბნის მელოდიების მიუზიკლის და კიდევ ერთი მშვენიერი მიუზიკლი შეიქმნა სუბთა ასე თქვა სუბთა ჟანრის მიუზიკლი ორი კლავს მარტო სამწუხაროდ ეს არის აი ვერისუბნის მელოდიები და აურზაური სალხინეთში და აი სცენა მაგალითად სოფიკრო მოდის და ცეკავს ნუ ნამდვილად შეიძლება რაღაცა ესეთი ვარსკვლავი არის ალბათ ქართულ კინემატოგრაფში როგორც მუსიკალურად ისე აი ეს აქტიორული ნამუშევარი და შესანიშნავი მუსიკალური თემები რომელიც გაჟღერდება ახლა ჩვენს გადაცემაში და შემდეგ განვაგრძობთ კვლავ საუბარს კიდევ ერთი ფილმი, რომელიც უკვე გადაღებული არის, თუ არ ვცდები, ეს არის გაზაფხული გადის 1983 წელს, ასევე მანაგაძესთან ერთად რჩეულიშვილის მოთხრობების მიხედვით. და აი აქ არის აი საოცრად კიდევ უფრო მოულოდნელი ალბათ გიტარის თემა, რომლითაც აიწყება ეს ფილმი. მოდით მოვისმინოთ და ვიხილოთ არაჩვეულებრივი თემა ესეც. ავედი ძველ სამრეკლოზე, ფრთხილად დავრეკენ თვლემარე ზარი. სურდა რომ ყველას გაუძებოდა, ვისაც ძინავდა სევსამარიში.
1984 წელს გოდერძი ჩუხელი იწვევს ბატონ ნოდარს თავის ფილმში ადამიანთა სევდა და აქ კვლავ მთის თემა შემოდის. მთის თემა. არაჩვეულებრივად სრულიად განსხვავებული რაკურსით ვიდრე ეს არის ბედრებაში. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კადრი ამ ფილმიდან და ახლა ვიხილავთ და მოვისმენთ. ვისაც გონდა შესაძლებლობა ეს კადრები ეხილა და როგორ შერწყმა არის მუსიკალური თემის. ჩვენ დღეს დავასრულებთ გადაცემას, როგორც დავბედით ჩვენს მსმენელს იმ ჩვენიერი თემით, ხოლო ეს ციკლიც ამ თემით დავიწყეთ ივანე კოტორაშვილის მუსიკაა ეს და მე უკვე გაკეთებული კაპიტანი ნატო გაბუნია ასრულებს მისი ქალიშვილი შესანიშნავი მუსიკოსი. ვახტანგ კახიძესთან ერთად ორკესტრს გებრძოლობს ვახტანგ კახიძე და ალბათ თქვენ ემოციას ქალბატონო ნანა და ქალბატონო ნანა ჩვენ ახლა მოვისმინეთ ძალიან მრავალფეროვანი კინომუსიკა ნოდარ გაბუნიას მიერ შექმნილი პირადად ჩემთვის მაინც უნიკალურ მაგალითად რჩება ვედრება და მე არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონ რეზო ლაღიძის სიტყვები, როდესაც თურმე ვედრება უნახავს, ბატონ რეზოს თქვამს
არაჩვეულებრივი, აი მაგარი, ძალიან შთამბეჭდავი მუსიკა შექმნიდა, ეს იცოდე მე გეუბნები ამას. ანუ აი ეს ოსტატი, თვითონ უკვე კინომუსიკაში ესტიკა. არა მარტო კინომუსიკისა, მაგრამ კინომუსიკაში და როგორი მოზღვავება იყო მაშინ რა, ქართული კომპოზიტორების რა დაყოფიერად მუშაობდნენ კინომუსიკაში. და ეს პირველი ნაბიჯი როგორი აღმოჩნდა, დიახ. მე შევეხე კიდევ ესეთ უჩინარ სიბრძნის თემას, იცით? ეს ინტელექტი და ანუ უჩინარი სიბრძნე არასოდეს არ უშლიდა ხელს ბატონ ნოდარს მაგალითად ცხოვრების რომანტიკულ აღქმაში, პოეტურ განცდაში, რაღაც ემოციურ გელვარებაში, ფონად გავხდეს ახლა. არასოდეს არ უშლიდა ხელს და ამისი გენიალური მაგალითი არის არაჩვეულებრივად გაწმენდილი, სუფთა, მაღლებული პოეტური თემა სწორედ ფილმიდან ამბავი ივანე კოტორაშვილისა, რომელსაც არაჩვეულებრივად ასრულებს ნატო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქალბატონო ნანა ჯამელიძე, ქალბატონო ნანა ქავთარაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და ეს არის ამოუწურავი თემა ბატონი ნოდარის შემოქმედება და ალბათ სამომავლოდაც არაერთ გადაცემას მიუძღვნით მის ბრწყინვალე შემოქმედებას. გაბურთ. Retro